მწერალთა სახლი. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო და სტუდია კოცსი წარმოგიდგენთ. რევას კვერენჩხილაძის წიგნს საბუთები ღაღადებენ. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცსის ბაზაზე. რევას კვერენჩხილაძე, საბუთები ღაღადებენ. წიგნში წარმოჩენილია დამოუკიდებლობის მოპოვების 1918 წლის სიხარულთან ერთად მისი მოვლა პატრონობის მოწოდებანი და გარემოებანი. დამოუკიდებლობის სულისკვეთება და ამის გამომხატველი მიმართვები, პუბლიცისტური წერილები, დაბეჭდილი თუ ზეპირად გავრცელებული ლექსები, ამბები. დამოუკიდებლობის დაკარგვის 1921 წლის ტრაგიკული გარემოებანი. საქართველოს რევოლუციური კომიტეტისა და კომპარტიის ცეკას დადგენილებანი და განკარგულებანი. პარტიის ხელმძღვანელთა აღიარებანი. შინ სახკომის მუშაობის მეთოდების მამხილებელ დაკითხვათა ოქმები თუ სხვა საიდუმლო მასალები. მისივე მუშაკების განამხელი. შინ სახკომის ფარული თუ გაშიფრული აგენტების, დამსმენთა და პროვოკატორთა შეტყობინებანი. რეპრესირებულთა მონათხრობი. განცხადებანი შინაგან საქმეთა კომისრისა და პარტიის ცეკას სახელზე. საპატიმროდან მოწერილი ბარათები და ნაპატიმრალი ლექსები. საქართველოს მწერალთა კავშირის დიდხანს გასაიდუმლოებული სტენოგრამები, პარტიული ცენზურის დადგენილებანი. ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით გაწეული უანგარო დახმარებისათვის ავტორი გულითად მადლობას უხდის საზოგადოება მემორიალის თავმჯდომარეს ბატონ გურამ სოსელიას, ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის წევრს ილამაზ მიწიშვილს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ციციშვილს და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გელა საითაძეს. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რეცენზენტები გელა საითიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ციციშვილი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. ჩვენთვის ძვირფასია მშობლები, შვილები, ახლობლები, მაგრამ ყველა წარმოდგენა სიყვარულზე თავს იყრის ერთ სიტყვაში: სამშობლო. მარკუს ტულიუს ციცერონი, ძველი წელთაღრიცხვით 106-43 წლები.
თავი მეათე 1927-1928 წლები მეოთხე ნაწილი ჩვენ ბრალს ვდებთ კომუნისტურ რეჟიმს იმაშიც, რომ ზეცით მომადლებული ნიჭის მქონე პოეტი, თხემით ტერფამდე ქართველი რაინდი პაოლო იაშვილი და ჩვენი ქვეყნის მრავალი ისეთი ერთგული შვილი, საუკეთესო მოღვაწე აიძულა, თავი ემართლებინა, უფრო მეტიც თავი დაემცირებინა, ესეც არ აკმარა, ბევრი მათგანი სიცოცხლეს გამოასალმა, მაგრამ ამაზე არანაკლები უბედურება ის გახლდათ, რომ ამის შემდეგ მთავარ პირებს სტალინსა და ბერიას ჩვენი ხალხის ერთი ნაწილი დღესაც ქება დიდებით მოიხსენიებს. გამისოცნება მზე გაიმინდვრა, ტოძზე შემოჯდა ზამთრის ბეღურა და გამარჯვების ხმების საწინდრად ყობამ დაიწყო ხასან ბეგურა. სამ ივლისს, როცა პაოლოს ცეცხლი ჰქონდა შემთებული, თბილისის უნივერსიტეტის რექტორმა კარლო ორაგველიძემ კოცონზე ნავთი დაუსხა. შინაგან საქმეთა კომისარს სერგო გოგლიძეს აცნობა უნივერსიტეტის ზოგიერთი კომკავშირელი და მეცნიერ მუშაკი აცხადებს ესა და ეს ლექცია ანტისაბჭოთაო. შემდეგ სხდომაზე კი 22 ივლისს, როცა წინა სხდომაზე გამოთქმული მოთხოვნის თანახმად კიდევ ერთხელ უნდა გამოსულიყო, რათა ეთქვა სრული სიმართლე, რატომ ჰქონდა კავშირი ხალხის მტრებთან, ისეთი საზიზღრობანი მოისმინა, მიხვდა რომ არ დაუჯერებდნენ, რადგან მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. დარწმუნდა თავის მართლებას აზრი აღარა აქვსო და შინსახკომის წამებას სიკვდილი არჩია. სხდომიდან გამოსულმა მწერალთა სასახლის მეორე სართულზე თოფით თავი მოიკლა. ვიღაცა სახლის კარი ჩაუკეტია, ვიღაცა ტელეფონს ეცა, შინსახკომს დაურეკა, ბერიას გააგებინა. გასროლისთანავე პაოლოსთან დამლაგებელი ანეტა ჯინჭარაძე მივარდნილა და უკივლია, ვაიმე ძმაო პაოლო, ეს რა ხქენი? მას კიბეზე ავარდნილმა პროლეტარულმა პოეტმა დაუცაცხანა და პაოლო აუგად მოიხსენია. ამ ამბის მომსწრენი იხსენებდნენ გაოგნებული, გაფითრებული მიხეილ ჯავახიშვილი ფოიეში ბოლთას ცემს და ერთი და იგივეს იმეორებს. ვაშკაცი ყოფილა, ვაშკაცი ყოფილა. იმასაც იხსენებენ, რომ ერთს, ვინც განსაკუთრებით აქტიურობდა იმ წლებშიც და შემდგომშიც, ზიზღით ჩაულაპარაკნია. სიამოვნებით დავლევდი სისხლს ამ თავის ქალიდანო. სიამოვნებით დავლევდი სისხლს ამ თავის ქალიდან. წერდა პოეტი ვახტანგ ხარჩილავამ მწერლების პოლიტიკური რეპრესიების შესახებ დაწერილ ერთ-ერთ პირველ საფუძვლიან ნარკვევში სისხლიანი ქრონიკები. კითხველმა მაპატიოს, მაგრამ საქმე იმდენად სერიოზულია, რომ პირდაპირ უნდა ითქვას, იმ პირწავარდნილი მწერლის ნათქვამად ამასაც იხსენებდნენ. სიამოვნებით ჩავაფსამდი ამ თავის ქალაში. პაოლომ დატოვა თავის მოკვლის წინა ღამეს დაწერილი ბარათი. შინსახკომის მიმოხილვითი ცნობის მიხედვით საქმეში არის ასლი პაოლო იაშვილის სიკვდილის წინაწერილისა ბერიას სახელზე, რომელიც დამოწმებულია გოგლიძის მიერ.
მიუხედავად ამ მოწმობისა, მესამე არ ვიცი, ერთი შვილისადმი, მეორე მეუღლისადმი მიწერილი ბარათები კი საზოგადოებას პირველად პოეტმა ირაკლი აბაშიძემ გააცნო. ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ, ჩემო მედეა, მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ჩემი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, მაგრამ თავის მოკლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ვერ შენ გადამარჩინე. არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი, გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილის ჯობდა. შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი. ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენიმე მაინც გაგიადვილებს ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. შვიდობით მამიკო, მედეა, შვიდობით. ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი. ეცადე სასახელო ქალი გამოხვიდე. გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები და შენი მამა. შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა. 22 მე-7 თვე 37 წელი. აქვე გაგაცნობთ მეუღლისადმი ჩემი აზრით განგებ რუსულად დაწერილ ბარათს. Дорогая, любимая Тамара, прощай. Перед смертью чувствую особую любовь к тебе. Рад твоим успехам в институте и уверен, что ты будешь полезным человеком для нашего общества. Береги здоровье, лечись. А Медее нечего тебе писать. Я убежден, что ты из нее сделаешь настоящего человека. Причина моей смерти – невозможность соединить имя поэта с теми оскорблениями, которые мне нанесли люди, с которыми я дружил, и которые действительно, я в этом вполне убежден, оказались врагами грузинского народа. Тебе будет очень трудно, но мужайся. Я убежден, тебе помогут воспитать нашу дорогую и горячую любимую дочь, наше счастье и радость. Медею. Когда выйдешь замуж, старайся, чтобы Медея не охладела к моим родным и близким. Прости меня, мои ошибки. Я тебе все прощаю. Целую крепко, крепко, твой истинный друг. 22 მე-7 37 წელი. Тбилиси. Пауло Яшвили. Умираю с каким-то светлым чувством. И поэтому верю, что ты и Медея перенесете горе. Ты кое-что заметила, но я тебе смог успокоить. Береги себя и Медею. Дружи с Пашей и с моими братьями. Привет нашему Михаилу и Георгию Ильичу. Пауло. თვითმკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ 28 ივლისს პრეზიდიუმის სხდომაზე განსვენებული პოეტი აუგად მოიხსენიეს. საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის სხდომის ოქმი 1927 წლის 28 ივლისი მოისმინეს
ინფორმაცია პავლე იაშვილის მიერ ჩადენილი პროვოკაციული აქტის შესახებ დაადგინეს. საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა აქტივთან ერთად, რომელმაც მოისმინა ინფორმაცია პავლე იაშვილის მიერ ჩადენილ პროვოკაციულ აქტის შესახებ აღნიშნავს. პავლე იაშვილი მთელი რიგი წლების განმავლობაში საბჭოთა მწერლების ნიღაბს ამოფარებული თვალთმაქცურად აწარმოებდა მოღალატურ ჯაშუშურ მუშაობას ქართველი მშრომელი ხალხის და ჩვენი სოციალისტური სამშობლოს წინააღმდეგ. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბჭოთა ხალხის მოსისხლე მტრებთან, ტროცკისტულ ბუხარინულ ბანდიტებთან და უშუალოდ მონაწილეობდა მათ დივერსანტულ მავნებლურ მუშაობაში სისხლიანი ფაშიზმის სასარგებლოდ. და როდესაც მისი მავნებლურ მოღალატური მუშაობა ურყევი ფაქტებით საბოლოოდ გამომჟღავნებულ იქნა, მან მოინდომა გაქცეოდა საბჭოთა ხალხის რისხვას და პროლეტარულ მართლმსაჯულებას. მისი თვითმკვლელობა მწერალთა სასახლეში მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის მიმდინარეობის დროს წარმოადგენს პროვოკატორულ აქტს, რომელიც ზისხსა და აღშფოთებას იწვევს ყველა პატიოსანი საბჭოთა მწერლის შეგნებაში. ქართველი საბჭოთა მწერლობა მთელი სიმკაცრით ჰკიცხავს და ჰგმობს პავლე იაშვილის მოღალატურ მუშაობას და მის სახელს განუსაზღვრელი ზიზღით მოიხსენიებს ჩვენი სამშობლოს ყველა გარეწარ მოღალატეთა და გამყიდველთა სახელებთან ერთად. საქართველოს საბჭოთა მწერლობა დაუნდობლად და გამანადგურებლად შეებრძოლება კლასობრივი მტრის უკანასკნელ ნამსხვრევებს ლიტერატურულ ფრონტზე და კიდევ მეტი ერთსულოვნებით დარაზმავს მთელ თავის შემოქმედებით ძალებს ლენინ-სტალინის დიადი პარტიისა და სოციალისტური აღმშენებლობის გარშემო. თავჯდომარე დემეტრაძე, მდივანი ქავჟარაძე. აი ასე ჩააფურთხეს იმ საფლავში, რომელიც მისთვის პეტრე პავლეს სასაფლაოზე გაიმეტეს და რომელზეც ყვავილის დადება, ისევე როგორც მისი ბინადარის სახელისა და ლექსების ხსენება დიდხანს აკრძალული იყო. ესეც არ აკმარეს, მის უახლოეს ნათესავებს მუსრი გაავლეს. გვიამბობს მკვლევარი ზეინაბ ლომჯარია. სახლიდან 3 ჩანთით გაიტანეს ხელნაწერები, გადარჩა ნაწილი, გვერდით ოთახში მის დასთან რომ ინახებოდა და კიდევ ერთი ნაწილი, მისი წიგნის შემდგენელს, შალვა დემეტრაძეს რომ ჰქონდა ოჯახში. სტამპიდან ამოიღეს აწყობილი, საკორექტუროდ გამზადებული წიგნის ანაბეჭდები. მამიდაჩემი ცნობდა პაოლოს ნათარგმნ სხვისი გვარით დაბეჭდილ ლექსებს. იხსენებს პოეტის ძმის შვილიშვილი მიხეილი, კვირის პალიტრა 2005 წელი, ნომერი 3, რომელიც გადასახლებაში დაბა ტასაევოში, კრასნოიარსკში დაიბადა. გაზეთები მკვდარსაც არ ასვენებდნენ. ახლობლებს საფლავზე ქვის დადება აუკრძალეს. წარწერაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ოჯახი და სანათესავ აუწიოკეს, დაუხრიტეს სიძე, დისკმარი, პლატონ სპირიდონისძე მოდებაძე, 1927 წლის ზაფხულში, ძმა კონსტანტინე, 12 დეკემბერს 1927 წელს, რომელიც 1921 წელს კოჯორთან იბრძოდა და ფეხში იყო დაჭრილი. მამიდაშვილები ლევან 29 დეკემბერს 1927 წელს, პოეტი ფსევდონიმით ნარეკალი და კონსტანტინე 1927 წლის აგვისტოში, კაციასძე გამყრელიძენი,
ბიძაშვილები მუსტაფა ალექსანდრეზძე-შელია 1943 წელი, ლევან ყარამანისძე აბდუშელიშვილი 1944 წელი, დაუპატიმრეს 1940-1943 წელს ძმა ივანე ტუპია გადაუსახლეს, 1940-1954 წლებში ძმისწული ნოდარ მიხეილისძე და ბიძაშვილი გრიგოლ სიმონისძე იაშვილები, პაოლოს დარდს გადახვნენ დედა ბაბილინა ბარამის ასული მდივანი, სიმამრი გიორგი ილიასძე ოქრომჭედლიშვილის სერებრიაკოვი. ლავრენტი ბერიას 1937 წლის 15 მაისის მოხსენებაში მკაცრად გაკიცხული მწერლებიდან პაოლო იაშვილის შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის საბოლოო დამუშავების ჯერი დადგა. იგი ადრიდანვე ლანძღეს კვაჭი კვაჭანტირაძისათვის. ავანტიურისტული რომანია ჯაყოს ხიზნებისათვის მაგინებელ კომუნისტებს ბრიყვი ქართველებიც დაემატნენ. გაფრთხილების ნაცვლად ერის შეურაცხყოფა დააბრალეს. დამპატიჟესთან ყალბი საბჭოთა წყობილების ცილისწამებლური მოთხრობაა. შემდეგ სხვა ნაწარმოებებისათვისაც. ასე ძალადობდნენ მთელ ჭეშმარიტ ქართულ მწერლობაზე და ეს კარგად ჩანს უბის წიგნაკში მიხეილ ჯავახიშვილის 1924 წლის 2 ჩანაწერიდან. დღევანდელი ქართული მწერლობა, ხელოვნება და მეცნიერებაც მეტად მცირე გამონაკლისის გარდა მოსკოვის ნაბუშარია. 1924 წელი. ლიბრეტოსაც კი მოსკოვი ამტკიცებს. ცენტრიზმი კარგია ერთი მთლიანი ერით დასახლებულ ქვეყანაში, რუსეთში კი ამას სხვანაირი ხასიათი აქვს. 1924 წელი. ეს რომ ასე იყო, ამის დასადასტურებლად მომყავს რამდენიმე საბუთი. ესაა, რომ აქ მოსკოვის ნაცვლად საბჭოთა თბილისი იძლევა ნებართვას, რა დაიწეროს და რა დაიდგას. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს 1937 წლის 7 აგვისტოს სხდომის ოქმიდან ნომერი 19 განიხილა საკითხი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 1937-1938 წლების რეპერტუარის შესახებ. მომხსენებელი ჩარკვიანი, აზრი გამოთქვა ბერიამ და დაადგინა შემდეგი რეპერტუარი: ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი, ლატავრა, ბალანჩივაძის დარეჯან ცვიერი, დოლიძის ქეთო და კოტე, ჩაიკოვსკის ევგენი ონეგინი, ვერდის აიდა და ტრუბადურები, ბიზეს კარმენი, პუჩინის ტოსკა, გუნოს ესმერალდა. წინადადება მიეცეს ხელოვნების საქმეთა სამმართველოს მომავალ სეზონში უზრუნველყოს, რომ დაიწეროს და დაიდგას ოპერა თემაზე ცხოვრება გაუმჯობეს და ცხოვრება უფრო საამური გახდა და ერთი ნაციონალური ბალეტი. ბ. 1937 წლის 20 აგვისტოს სხდომის ოქმიდან ნომერი 23 კინოსურათი დიდი დაფიონის შესახებ. აზრი გამოთქვეს ბედიამ ბერიამ, დაადგინეს ნება მიეცეს საქართველოს სახკინ მრეწს, გადასცეს წარმოებაში კინოფილმი დიდი დაფიონი რეჟისორ მიხეილ ჭიაურელისა და ცაგარეიშვილის სცენარით. ახლა კი დაუბრუნდეთ მიხეილ ჯავახიშვილის გმობა განკიცხვას. იგი იმდენად ავიწროეს, რომ მწერალ შალვა სოსლანისათვის მოსკოვს მიწერილ ბარათში ათქმევინეს: აგერ 2 წელიწადია, ჩემი წიგნი აღარ გამოსულა. წელიწადზე მეტია თითქმის არაფერი დამიწერია და ამდენივე ხანია სამსახურში აღარა ვარ. როგორ ცხოვრობ მე თვითონ არ ვიცი, ჩემი ცხოვრებაც გახევდა და მეც გავხევდი. უბის წიგნაკში კი ჩაწერს:
მე მწერალი დღეს სასაფლაოზე ვცხოვრობ. ირგვლივ ვაება და კაეშანია. მეუბნებიან გმირული რამ დაწერეო. თუ სხვებთან ერთად ვიგლოვე, თავში ჩამირახუნებენ. თუ ავტლიკინდი, სირცხვილით დავიწვევი. ვარ მდუმარეთ და დარდიანად. 1927 წელი. დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს არ სჯერა და როცა სჯერა ვერ სწერს. როცა სატირალი აქვს იცინის და საცა ეცინება სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ, ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც გააცოცხლებს. 1934 წლის 1 დეკემბერს ლენინგრადში ბობოლა კომუნისტის სერგეი კიროვის მკვლელობა იოსებ სტალინმა ოპოზიციის საბოლოოდ განადგურებისათვის გამოიყენა. კვლავ აზვირთდა ოდნავ შესუსტებული რეპრესიები. ყურებით სქვიტეს საბჭოთა ხელისუფლების დამცველებმა. გამძაფრდა თავისი გადარჩენის გრძნობა, რამაც ზოგიერთებს ცოდვები ჩაადენინა. აქ წარმოგიდგენთ ერთ-ერთი მათგანის, მიხეილ ჯავახიშვილთან დაკავშირებულ ნამოქმედარს, რაც პირველად ქართული ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდიდან ნომერი 255-10-17 არქივის გამოცდილმა მუშაკმა მანანა ქიქოძემ გამოამზეურა. იქნებ თავის შეკავება სჯობდა, საქართველოს მწერალთა კავშირის პარტჯგუფს საიდუმლოდ განცხადება. ამ ბოლო დროს საქართველოს საბჭოთა მწერლებს შორის ადგილი ჰქონდა აშკარა პოლიტიკურ მტრულ შეხედულებათა აგიტაციას, რაზეც ჯერ ყურადღება არავის მიუქცევია და რასაც ჩემი აზრით სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. როგორც მახსოვს, ამ თვის 15-ში თუ 16-ში საღამოს მიხეილ ჯავახიშვილი მიმტკიცებდა, რომ არსებობს 5 კატეგორიის სისხლი. მისი შეხედულებით ყველაზე საუკეთესოა პირველი კატეგორია, რომელიც აქვთ ინგლისელებს, გერმანელებსა და მასთან ქონია ჩვენც ქართველებს. თუმცა ადგილი აქვს აღრევას და გვხვდება პირველთან ერთად მეორე და მესამეცო. მისი აზრით მეოთხე და მეხუთე კატეგორიის სისხლს, რომელიც ინდოელებს და სხვა შავკანიანებს აქვს, არ შეუძლია შექმნას არავითარი კულტურა. ისინი ველურებიაო, ხოლო ყველაზე საუკეთესო არის პირველი კატეგორია, რომელიც ქმნის კულტურას, ხოლო ამას ქვემოთ ნაკლები და ნაკლები ხარისხის სისხლია, რომელიც კულტურას ვერ შექმნისო. მან დაასახელა სხვათა შორის რამდენიმე, როგორც მახსოვს, მათ შორის მიულერის თეორია ამ საკითხზე, რომელსაც ის თავის საუბარში ეყრდნობოდა. ამ ჩვენ საუბარს მაშინ ყურს უგდებდა ვასო გორგაცეც. როცა მე მიხეილ ჯავახიშვილს საწინააღმდეგოს ვუმტკიცებდი, მიხეილს მოჰყავდა მაგალითები ვითომ ისტორიიდან, თითქოს ინდოელებს ჰქონიათ ობიექტური პირობები კულტურის შესაქმნელად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ვერაფერი ვერ შექმნესო. მაგრამ მაშინ მეგონა, რომ ეს მიხეილ ჯავახიშვილმა შემთხვევით წამოროშა, რადგან შესაძლოა არც თვითონ იყო გარკვეული იმაში, თუ რას იცავს, მაგრამ ამათვესვე, როდესაც იყო თამადად ბანკეტზე აზერბაიჯანელ მწერლებთან შეხვედრის დროს,
მიხეილმა იგივე აზრი გაიმეორა დაახლოებით, თუმცა მას აქ ხმაურის გამო არ დააცალეს, კარგად გამოეთქვა თავისი აზრი. მან როგორც მე შორიდან გავიგონე, დაახლოებით შემდეგი აზრი გამოთქვა, რომ სისხლს დიდი მნიშვნელობა აქვს და ახალი თეორია ამტკიცებს, რომ კავკასიის ხალხებს დაახლოებით ერთგვარი სისხლი აქვთო. ცხადი ამით უნდოდა მას პატივი ეცა აზერბაიჯანელი მწერლებისათვის. ერთი სიტყვით, არც მაშინ და არც შემდეგ ამაზე აქ არაფერი თქმულა, ხოლო ბევრმა აზერბაიჯანელმა მწერალმა რაღაც საწინააღმდეგო წამოუძახა, რომელიც მე არ გამიგონია სიშორის გამო. იქ იყვნენ მაშინ ამხანაგი დემეტრაძე და სხვა ამხანაგები ხელმძღვანელობიდან. მიხეილ ჯავახიშვილი დიდ კმაყოფილებას გამოსთქვამდა იმის გამო, პირადი საუბრის დროს ჩვენთან, რომ თურმე მას პირადად გაუსინჯავს სისხლი და აღმოსჩენია პირველი კატეგორიის სისხლი, ესე იგი ვარდისფერ, საუკეთესო. მაშ და ამიერიდან აღარაფერის თქვას ჩემზე პაოლო იაშვილმა სისხლის შესახებ, რადგან მე ნამდვილი წმინდა პირველი კატეგორიის სისხლი აღმომაჩნდაო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც მიხეილ ჯავახიშვილი ამ საგანზე საუბარი რომ ჩამოუგდოთ, იმავე აზრებს განავითარებს. ეს კი მე მიმაჩნია კლასიკურად მტრული შეხედულების აგიტაციად, სავსებით ლეგალურ ფორმაში, რაზედაც საჭიროა ყურადღების მიქცევა და შესაფერისი დასკვნების გამოტანა, რომ ბოლო მოეღოს რასიული თეორიის აგიტაციას, რაც სრულიად დაუბრკოლებლად ალბათ კიდევ გაგრძელდება იმავე მიხეილ ჯავახიშვილის ან კიდე სხვების მიერაც, რომელთაც მან, ესე იგი ჯავახიშვილმა, აგიტაცია გაუწია და მოამზადან დამოუკიდებლადაც კი. იაკინთე ლისაშვილი, 25 ივნისი 1935 წელი. როგორც ხედავთ, იაკინთე ლისაშვილმა ხომერიკმა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირს კი არ მიმართა, არამედ მის უფრო ფხიზელ დამსჯელ ნაწილს, პარტიულ ჯგუფს, რომელიც ფაქტიურად პარტიის ცეკა და შინსახკომის გაყოფილება იყო. მართალია ეს განცხადება თვით პარტიის თვალმა და ყურმა მწერალთა კავშირის პასუხისმგებელმა მდივანმა დავით დემეტრაძემ სასაცილოდ აიგდო. სანდროეული მომგვარეთ, ეს სანიანგო მასალა უნდა გადავცეო, მაგრამ გერმანიაში უკვე ფაშისტები ბატონობდნენ და მათი რასობრივი თეორიის მიმდევრად გამოცხადება მანამდე ხომ საშიში იყო 1937 წლისთვის უფრო დამღუპველი აღმოჩნდებოდა. მწერალთა კავშირში მის განცხადებაზე ასეთი რეაგირებით განაწყენებულმა იაკინთე ლისაშვილმა კი ახლა თავად კომპარტიის ცეკას მიმართა და რა ქვეშევრდომული გულმოდგინება გამოიჩინა, თავად ნახეთ. საქართველოს კომპარტიის ცეკას ივნისში 27-ში მე გადავეცი განცხადება მწერალთა კავშირის ფრაქციის სახელზე ამხანაგ დემეტრაძეს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ. ვატყობდი, რომ დემეტრაძეს სასაცილოდაც კი არ ყოფნიდა ეს საქმე. მითხრა, ეს მასალა სანდრო ეულისათვის მინდოდა მიმეცა ნიანგში მოსათავსებლადო. ამიტომ რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც მახსოვს, 2 თუ 3 ივლისს ამ განცხადების ასლი გადავეცი ცეკაში ამხანა გოგეშვილს. ამხანა გოგეშვილმა მაშინვე სერიოზული ყურადღება მიაქცია ამ დოკუმენტს და განმიცხადა, რომ
საქმე გამოკვლეული იქნება. დღეს კი, ესე იგი 5 ივლისს, ამხანაგ დემეტრაძეს ამ საკითხში განსაკუთრებული გამოცოცხლება დაეტყო. შესაძლოა იმიტომ, რომ ამის შესახებ ცეკაში გოგიშვილმა ან სხვა ამხანაგებმა უთხრა მას. მან იმავე დღეს ჩემთან ერთად დაჰკითხა ამხანაგი ვასო გორგაძე, რომელმაც სავსებით დაუდასტურა ჩემი განცხადება მიხეილ ჯავახიშვილთან საუბრის შესახებ ამავე განცხადებაზე ხელის მოწერით. იმავე საღამოს დემეტრაძეს გამოუძახია თვით მიხეილ ჯავახიშვილი და მისთვის წაუკითხავს განცხადება, სადაც დაუსწრია უპარტიო ჟღენტი. აქვე ბოლოს მოსულა სანდრო ეული, რომელმაც გადმომცა მე ეს ამბავი. მე მიმაჩნია ყოვლად დაუშვებლად ის ფაქტი, რომ ფრაქციისადმი საიდუმლოდ მიცემული განცხადება დემეტრაძეს გამოუტანია განსახილველად უპარტიო ამხანაგ ბესო ჟღენტთან. მით უფრო რომ მას არაერთხელ მივეცი სათანადო გაფრთხილება და ვთხოვე ეს საკითხი უპარტიო მწერლებში ფრაქციაზე განსახილველად არ გამოეტანა. ამ ფაქტს რასაკვირველია საქართველოს კომპარტიის ცეკა მისცემს სათანადო შეფასებას. კიდევ მეტად აღმაშფოთებელია ის გარემოება, რომ იქვე ამხანაგ ბესარიონ ჟღენტს განუცხადებია, რომ შესაძლოა იაკინ თელისაშვილმა იმიტომ დაწერა მიხეილ ჯავახიშვილზე ასეთი განცხადება, რომ ეს უკანასკნელი მონაწილეობას იღებს კომისიის მუშაობაში, რომელმაც ფედერაცია გამოიკლიაო. მე წინასწარ კარგად ვიცოდი, რომ მსგავს პროვოკაციებს ზოგიერთ ხელმძღვანელის მხრივ მწერალთა კავშირიდან უეჭველად ექნებოდა ადგილი ჩემს მიმართ, მაგრამ მე კომუნისტი ვარ და ამის გამო არ შემეძლო უკან დამეხია და მომხდარი ფაქტი მიმეჩქბალა. მიუხედავად იმისა, რომ ეს როგორც კომისიის სხვა წევრების წინასწარ ვიცოდი მიხეილ ჯავახიშვილის დადებითი დასკვნები ფედერაციას მუშაობის გამოკვლევის შედეგად მიღებული. გამომცემლობა ფედერაციის მთავარმა ბუღალტერმა ცქიტიშვილმა ჩემს მიერ ფრაქციის სახელზე განცხადების შეტანამდე გამაცნო მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის აზრი გამოკვლევის შედეგად მიღებული, რომელსაც უთქვამს, რომ თქვენ სავსებით ჯანსაღი ფინანსური მდგომარეობა გქონიათო. ამის შესახებ მე ვთქვი ამხანაგ დემეტრაძესთან, რომელმაც დამიდასტურა და თქვა, რომ მიხეილ ჯავახიშვილმა მეც ასე მითხრაო. ამიტომ მე მგონია, რომ ბესარიონ ჟღენტის მხრივ მსგავსი განცხადება ერთხელ კიდევ ადასტურებს იმას, თუ რამდენად სერიოზულად ეპყრობიან მწერალთა კავშირის ზოგიერთი ხელმძღვანელები ფაქტებს და ადამიანებს, განსაკუთრებით რამდენადაც ჯერათ და აფასებენ იმდენი პარტიული ამხანაგის სიტყვას, რომელიც ფაქტებით არის სავსებით დადასტურებული და ცდილობენ და ყველაფერს ამას კერძო კინკლაობის ხასიათი მისცენ. მე რომ ანგარიში გამეწია და შინებოდა იმის, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ფედერაციას გამომკვლევი კომისიის წევრია, მაშინ არ უნდა შემეტანა მასზე მთავარი განცხადება, რადგან წინასწარ ვიცოდი, რომ ფრაქციისადმი საიდუმლოდ მიცემული განცხადების ავტორს აუცილებლად გაიგებდა მიხეილ ჯავახიშვილი და სხვა უპარტიოების მსგავსად ბესარიონ ჟღენტისა და ეს გარემოება სურვილს აღუძრავდა მიხეილ ჯავახიშვილს გამომცემლობა ფედერაციას მუშაობაში, რაც შეიძლება მეტი დეფექტები და შეცდომები აღმოეჩინა. მიუხედავად ამისა,
მე მომხდარი ფაქტის დაფარვა მაინც არ შემეძლო, ვინაიდან ეს პარტიის საქმისადმი ღალატი იქნებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის ცენტრალურ კომიტეტს არ გაუძნელდება გამიგოს მე და გაიგოს ის ფაქტები, რომლის შესახებაც მე ამ განცხადებაში ვწერ, რომ აქედან სათანადო დასკვნები იქნას გამოტანილი. იაკინთელ ისაშვილი 8 ივლისი 35 წელი. PS აქვე ვადგენ ასლს ფრაქციისადმი მიცემულ განცხადებისა. იაკინთელ ისაშვილი 8 ივლისი 1935 წელი. ასე ეხმარებოდა ზოგიერთი ჩვენი მწერალი მშობლიურ კომპარტიას საბჭოეთის დაცვაში. ასეთმა ქვეშევრდომულმა ერთგულებამ ხელი შეუწყო 1937 წლის ავად მოსაგონარ წლად ქცევას. სულ ორიოდე შემთხვევა თუ იყო, როცა შთამომავალი ცდილობდა დამსმენიან ჯალათი წინაპარი როგორმე დაეცვა. აქედან ყველაზე ჯიუტი გამოდგა მწერალთა კავშირის წევრის იაკინთელ ისაშვილის ხომერიკის შვილიშვილი მანანა ხომერიკი. აღარ მეგონა თუ ამ ამბავზე კიდევ მომიწევდა წერა, მაგრამ ვექილმა შვილიშვილმა კიდევ ერთხელ დაუშვა შეცდომა. საზოგადოებას თავად მან გაახსენა ბაბუამისის უკვე მივიწყებული არც თუ სანაკებო ნაბიჯი, გაზეთი ასავალ-დასავალი. რადგან ხომერიკი არადა არისვენებს, პირიქით გამოღმა გვედავება, იძულებული ვარ მკითხველს სრული განმარტება მივაწოდო. პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა ხომერიკმა, როდესაც 1989 წელს ლიტერატურულ საქართველოში ბაბუამისის დამსმენად მოხსენიების გამო, რაც გაზეთის მკითხველებმა და შედარებით სხვა ვიწრო წრემ გაიგო, ნაცვლად იმისა, რომ ამას ტკივილიანად, მაგრამ მაინც ჩუმად შეხვედროდა, ქვეყანა შეძრა ძახილით. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობსო. არადა მას გამოცდილ მკვლევარს, არქივისა და საბჭოური ცხოვრების გვარიან მცოდნეს ხომ უნდა ეფიქრა, მართლა არ იყოს სადმე ასეთი დოკუმენტიო? არა, პირიქით საზოგადოებაში აწუხა, არ არსებობს და არ არსებობსო. ამის მტკიცებით თავმობეზრებული საზოგადოების თხოვნით ზემოხსენებულმა ნანა ქოქიძემ მოიძია და საგულისხმო სათაურით იქნებ გაჩუმება ჯობდა ლიტერატურულ გაზეთში 1989 წელი გამოაქვეყნა დასმენის 2 ბარათი და თუ მანამდე თბილისის მხოლოდ ნაწილმა იცოდა ეს ამბავი, ახლა ნახევარმა თბილისმა გაიგო. ხომერიკი ამის შემდეგ ვეღარ იტყოდა ასეთი საბუთი არ არსებობსო, მაგრამ მაინც არ მოისვენა და გადადგა მეორე მცდარი ნაბიჯი. თუ ბაბუაჩემი დამსმენია, მიხეილ ჯავახიშვილიც არანაკლები დამბეზღებელიაო, მაგრამ განა ერთია თავისუფლად დასეირნობდე, არავინ გავალებდეს, არ გაძალებდეს და ისი ასმენდე და თანაც არამწერალთა საძმოს ხელმძღვანელებს აფრთხილებდე, არამედ დანოსი შეგქონდეს მწერალთა კავშირის პარტჯგუფში, რაც ფაქტიურად შინსახკომის განყოფილებას წარმოადგენდა. ამაზე ფიქრით თავი არ შეიწუხა ხომერიკმა და ქვეყანას მოსდო მიხეილ ჯავახიშვილის შეურაცხმყოფელი სტატიები, მისი წარმომავლობის დამამცირებელი გამოკვლევები. არადა არ შეისმინა თავისი პოზიციის წამგებიანობა, ამის თაობაზე პირადად ჩემი რჩევაც კი. ბოლოს თითქოს მიხვდა, მაგრამ ამ რჩევის ისევ თავის სასარგებლო ჩემობრუნება სცადა. დაიწყო წერილების ბეჭდვა,
მე პირიქით მიხეილ ჯავახიშვილს ვიცავ მისი თაღლითი დამცველებისგანო. გვგულისხმობდა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გიორგი გოგიციციშვილს და მე. ასე დაუშვა მესამე შეცდომა და მე თუ გნებავთ გამამტყუნეთ, მაგრამ თაღლითად გამოცხადება ვერ მოვითმინე და ქალბატონ მანანას მეორეჯერ გამოუქვეყნე ბაბუამისის ორი დანოსი. კვლავ არ მოისვენა ხომერიკმა, არც შინაურების რჩევას უგდო ყური და ახლა სასამართლოში გვიჩივლა. რისთვის? დღესაც არ ვიცი. არ მინდოდა მიხეილ ჯავახიშვილის სახელი სასამართლოში საჯიჯგნად გამხდარიყო და მზად ვიყავი სიმართლის თქმის პრინციპში გამონაკლისი დამეშვა. თუ ხომერიკი სასამართლოზე უარს იტყოდა. ამ წიგნის პირველ გამოცემაში ბაბუამისის დანოსები არ შემეტანა, მაგრამ ხომერიკმა უკან არ დაიხია. რა მიიღო? სასამართლოში მარცხი, ხოლო ბაბუამისის დანოსების ამ წიგნის პირველ გამოცემაში მოხვედრა. მაგრამ გულში დაგროვებულმა ბოღმამ ერთხელ კიდევ დააშვებინა მეოთხე შეცდომა. როგორც უკვე გიამბეთ, გაზეთ ასავალ-დასავალში დაიწყო თავის მართლება.